აი, ჩვენ უკვე მივუახლოვდით წმინდა 40-ის დასასრულს, აღვასრულეთ მარხვის მოღვაწება და ბოლოს ნავსაყუდელს მივაღწიეთ. მაგრამ ამის გამო უზრუნველობას მივეცემით პირიქით, კიდევ უფრო მეტი გულმოდგინება და სიფხიზლე გამოვიჩინოთ. ზღვის მრავალრიცხოვანი მორევის გადამლახავი მენავეები ნავსადგურში შესვლისას, ხომალდის გადმოტვირთვის დრო რომ მოუწევთ, განსაკუთრებით ფხიზლობენ და ფრთხილობენ, რომ ნაპირთან მიახლოებისას წყალქვეშა კლდეს ან ქვას არ გადააწყდნენ სადმე და ამდენი ხნის შრომის ნაყოფი არ დაღუპონ. სწორედ ასევე იქცევიან მარათონელები. როდესაც ისინი სარბიელის დასასრულს უახლოვდებიან, განსაკუთრებული მონდომებით გარბიან, რათა მიზანს მიაღწიონ და ჯილდო მოიპოვონ. ასევე მეომრები, როდესაც მრავალი გამარჯვებისა და გმირობის შემდეგ უკანასკნელ ბრძოლაში ჩაებმებიან, მთელ ძალას ახმარენ, რომ ბრძოლის ველიდან გააღწიონ და გამარჯვების გვირგვინი მოიპოვონ. ამგვარად, როგორც მენავეები, მარათონელები და მებრძოლები, სწორედ მაშინ ავლენენ განსაკუთრებულ სიფხიზლესა და მონდომებას. მათი შრომის დასასრული რომ ახლოვდება, ასევე ჩვენც ახლა, როდესაც ღვთის შეწევნით დიდ ნების შვიდეულს მივაღწიეთ, მარხვის ღვაწლი განსაკუთრებულად უნდა გავაძლიეროთ, გულმოდგინეთ ვილოცოთ, გულწრფელად და სრულად ვაღიაროთ ცოდვები, კეთილის საქმეები ვაკეთოთ, უხვად გავცეთ მოწყალება, გამოვამჟღავნოთ სიმშვიდე, კრძალვა და ყოველგვარი სხვა სათნოება, რათა ამ საქმეებით მივაღწიოთ უფლის აღდგომის დღემდე და მეუფის სიუხვით დავტკბეთ. დიდს ამ შვიდეულს იმის გამო კი არ უწოდებთ, რომ მისი დღეები სხვებზე უფრო გრძელია. არსებობს სხვა კვირეები, რომელთა დღეები უფრო მეტი ხანგრძლივობით გამოირჩევიან, არც იმიტომ, რომ ამ შვიდეულში უფრო მეტი დღეა, იქ სწორედ იმდენივე დღეა, რამდენიც სხვა კვირებში. აბა რატომ უწოდებენ მას დიდს? იმიტომ, რომ ამ კვირის განმავლობაში უდიდესი და გამოუთქმელი ქველმოქმედება აღსრულდა. ამ შვიდეულში დასრულდა ხანგრძლივი ბრძოლა, განადგურდა სიკვდილი განიგმირა წყევლა, დაემხო ეშმაკის ძალაუფლება, შეიმუსრა მისი იარაღი. ღმერთი შეურიგდა ადამიანებს, ზეცა მისაწვდომი გახდა მათთვის ადამიანები ანგელოზებს შეუერთდნენ, განშორებულნი დაახლოვდნენ, დაემხო კედელი, დაირღვა ზღუდე. სიმშვიდის ღმერთმა დაამშვიდა ზეციური და მიწიერი. სწორედ იმის გამო ვუწოდებთ ამ შვიდეულს დიდს, რომ ღმერთმა მის განმავლობაში ამდენი სიკეთე მოგმადლა. ამიტომაა, რომ მრავალი ადამიანი ამ შვიდეულში მეტი გულმოდგინებით ლოცულობს და მარხულობს, მღვიძარებს და დგას ღამის თევის ლოცვაზე. მეტად გასცემს მოწყალებას, რადგანაც ცდილობს, რომ ამგვარი საქმეებით გამოხატოს ის პატივისცემა, ამ შვიდეულისადმი რომ განიცდის. და თუ კი ღმერთმა ამ შვიდეულით ამდენი სიკეთე მოგმადლა, განა ჩვენ კი არ გვევალება, რომ მის და მიჩვენი პატივისცემა და თაყვანისცემა გამოვხატოთ. აი, მეფეებიც როგორ დაამოწმებენ საქმით, თუ რაოდენ ღვთისმოსაობას ავლენენ ამ პატივსაცემ დღეთა მიმართ. მათ ბრძანეს, რომ ამ დღეებში დასვენებით ისარგებლონ სამოქალაქო საქმეებში ჩაბმულმა ადამიანებმა. დაკეტონ სასამართლოების კარი, ყოველგვარი დავა და ცილობა შეწყდეს, რათა ყველა უდიდესი სიმშვიდითა და სიწყნარით შეუდგეს სულიერ საქმეთა კეთებას. თუმცა, გარდა ამისა, მეფეები სხვაგვარ გულმოწყალებასაც ავლენენ. ისინი ბორკილებს ახსნევინებენ დილეგებში შეპყრობილებისთვის და რამდენადაც ეს კაცთათვისაა შესაძლებელი, თავიანთ უფალს ბაძავენ. მეფეები ამბობენ, რომ როგორც ჩვენ გვიხსნის უფალი ცოდვათა დილეგისაგან და საშუალებას გვაძლევს, დავტკბეთ მრავალგვარი სიკეთით, ასევე ჩვენც მოვალენი ვართ, რამდენად ძალა შეგვწევს, ბაძავდეთ უფლის კაცთმოყვარებას. ხედავთ, თითოეული ჩვენგანი თავისებურად გამოხატავს იმ პატივისცემასა და კრძალვას, ჩვენთვის უაღრესად კეთილისყოფელი ამ დღეებისადმი რომ განიცდის. ამიტომაც გთხოვთ ახლა, სხვა ნებისმიერ დროზე უფრო ხშირად მოვიდეთ ხოლმე აქ ყოველგვარ ყოფით ფიქრებს განშორებულნი გონების განწმენდილი და კეთილი თვალით. ეკლესიაში შესულები თან ნუ შევიყოლებთ ცხოვრებისეულ საზრუნავს, რათა აქედან შინ შრომისთვის შესაფერი ჯილდოთი შევძლოთ დაბრუნება. აი, ჩვენ კვლავაც გაგიშლით ჩვეულებრივ ტრაპეზს და თქვენს სიყვარულს ნეტარი მოსეს ამჟამინდელი საკითხავით გაუმასპინძლდებით. ამ საკითხავს განგიმარტავთ და ამასთან საღვთო წერილის სიზუსტეს გაჩვენებთ. ნოეს შესახებ თხრობას დაასრულებს თუ არა, იგი დაუყოვნებლივ გვაცნობს სემის გენეალოგიას და ამბობს, შეეძინა შვილების სემსაც ებერის მთელი შთამომავლობის მამას, იაფეთის უფროს ძმას. შემდეგ სახელების ჩამოთვლისას იტყვის. ებერს შეეძინა ორი ძე. ერთს ერქვა ფალეკ, რადგან მის დროს დაიყო ქვეყანა. მის ძმას ერქვა იექტან. შეხედე, თვით ამ ძის სახელითაც კი როგორც წინასწარმეტყველებს წერილი მოახლოებულ სასწაულს, რათა შენ როდესაც მოვლენის წინაშე დადგები, აღარ გაგიკვირდეს და იცოდე, რომ ყოველივე ეს ჯერ კიდევ ძის სახელით იყო წინასწარ ნაუწყები. ხოლო როდესაც მათ ჩამოთვლის, ვინც ებერის ამ შვილთა შვილებს, შეეძინათ ამბობს. ერთ პირი იყო მთელი მიწა და ერთ ენაზე მეტყველებდა. აქ იგი მიწას კი არ გულისხმობს, არამედ ადამიანთა მოდგმას, რათა ამით შეგვაგონოს, რომ ყველა ადამიანს ერთი ენა ჰქონდა. ერთი ენა, რომელიც სამეტყველო ენას გულისხმობს, ნიშნავს იმას თითქოს და ეთქვას. ერთი და იგივე სიტყვებითა და ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობდა. ხოლო სწორედ მეტყველებაზე რომაა ნათქვამი ეს სიტყვები. ერთ პირი იყო მთელი მიწა, ადასტურებს წერილის სხვა გამონათქვამი. გესლი ასპით თაი ბაგეთა მათთა. ასე რომ წმინდა წერილი ამ სიტყვით ბაგე როგორც წესი სიტყვის თქმას აღნიშნავს.
როცა წამოვიდნენ აღმოსავლეთიდან, ნახეს ველი სენარის მიწაზე და იქ დაამკვიდრდნენ. დააკვირდი, როგორ ვერ ეგუება ადამიანური ბუნება საკუთარ საზღვრებში დარჩენას, როგორ ეძებს რაღაც უფრო მეც და მაღლისკენ ილტვის. როგორც წესი, სწორედ ის ღუპავს ადამიანებს, რომ მათ საკუთარი ბუნების საზღვრების ცნობა არ სურთ. არამედ, ყოველთვის უფრო და უფრო მეც ინდომებენ და რაც მათზე მაღლაა, იმისაკენ მიისწრაფიან. ამიტომაცაა, რომ კვლავ მიწიერი სიკეთეებისკენ ილტვიან მაშინაც კი, როდესაც დიდ სიმდიდრესა და ძალაუფლებას ფლობენ. თითქოს საკუთარი ბუნება დავიწყებიათო, დაუცხრომლად მიიწევენ მაღლა და მაღლა, ვიდრე უფსკულში არ აღმოჩნდებიან. ეს, როგორც ვხედავთ, ყოველდღიურად ხდება და მაგალითი ვერც დანარჩენებს მოაგებს ხოლმე გონს. როცა წამოვიდნენ აღმოსავლეთიდან, ნახეს ველი სენარის მიწაზე და იქ დაემკვიდრნენ. შეხეთ, როგორ თანდათანობით გვიმხელს წერილი მათ უნებისყოფობას. ანუ, როგორც კი ეს ველი დაინახეს, მაშინვე დაავიწყდათ ძველი საცხოვრებელი ადგილი და იქ დაემკვიდრნენ. ამიტომაც ამბობს, უთხრეს ერთმანეთს, მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგიერ აგური ქონდათ, კირის მაგიერ ფისი, თქვეს, ავიშენოთ ქალაქი და კოშკი და მისი თავიცამდე მივაწვდინოთ. აღმართოთ სვეტი, ვიდრე დედამიწის ზურგზე დავიფანტებით. ხედავ, როგორ ვერ გამოიყენეს ჯეროვნად თავიანთი ენის ერთობა. და ყოფითი, ამაო აზრები უბედურების მიზეზად ექცათ. მოდი, ამბობენ მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგიერ აგური ქონდათ, კირის მაგიერ ფისი, ხედავთ, რანაირად ცდილობენ უსაფრთხოების მოპოვებას. და არიციან, რომ არა თუმცა უფალმა აღაშენა სახლი, ცუდად ჩურებიან მაშენებელნი მისნი. და ამბობენ, ავიშენოთ ქალაქი, დიახ, ავიშენოთ ის ჩვენთვის და არა უფლისთვის. ნახე, უკვე როგორ გაძლიერებულა უწმინდურობა. როდესაც მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხლობს საყოველთაო წარწმედის საზარელი ამბავი, ისინი მაინც უკვე დამდაბლებულან ამგვარ უგუნურებამდე. ავიშენოთ ქალაქი და კოშკი და მისი თავიცამდე მივაწვდინოთ. სიტყვით ცამდე წმიდა წერილის ავტორს მათი უჩვეულო კადნიერების წარმოჩენა სურს. აღმართოთ სვეტი, ხედავთ, სად იმალება ბოროტების ფესვი. ისინი ამბობენ, რომ დაიმსახურეს მარადიული ხსოვნა. და ყოველთვის ყველას ვახსოვდეთ, ჩვენი საქმე და ქმნილება იმგვარი იქნება, რომ არასოდეს მიეცემა დავიწყებას. ამას იქამდე გავაკეთებთ, ვიდრე დედამიწის ზურგზე დავიფანტებოდეთ. ისინი ამბობენ, რომ ვიდრე ერთად არიან, მანამდე უნდა აღასრულონ განზრახვა, რათა მომავალ თაობებს მათ მარადილ სახსოვრად დაუტოვონ. დღესაც ბევრია ისეთი, ვინც ამ ხალხს ბაძავს და ამგვარადვე ცდილობს თავის დამახსოვრებას. ისინი იშენებენ ბრწყინვალე სახლებს, აბანოებს, კარიბჭეებს, ბაღნარებს და თუ რომელიმე მათგანს კითხავ, რისთვის შრომობს და შფოთავს, ან ტყუილ უბრალოდ ამდენ ფულს რად ფლანგავს, ვერაფერს მოისმენ ამ სიტყვების გარდა. იმისთვის, რომ ყველას ვახსოვდე, იმისთვის, რომ ამბობდნენ. ეს ამის და ამის სახლია, ეს მინდორი ამას და ამას ეკუთვნის. მაგრამ ეს ხო იმას ნიშნავს, რომ შენ სახელს კეთილად კი არ ახსენებენ, არამედ განკითხვით? იმიტომ რომ ხსენების სიტყვებს დაემატება სხვა, კიცხვის ყველაზე უარესი სიტყვები. ეს სახლი და მინდორი ეკუთვნის ქვრივობულთა შემაწუხებელ ამა და ამ მევახშესა თუ მტაცებელს. ამგვარად, ეს საკუთარი სახელის უკვდავყოფას კი არ ნიშნავს, არამედ სიკვდილის შემდეგაც თავის გაწირვას მარადიული წყევლისთვის და ყველა მნახველისაგან ამ სახლისა და მინდვრის მფლობელის განკითხვას. თუ შენ ნამდვილად მარადილ ხსენებას ეძებ, მე იმ გზას გაჩვენებ, რომლითაც დედამიწაზეც მოიპოვებ მუდმივ სახსენებელს და მომავალ საუკუნეშიც უდიდეს დიდებასა და კადნიერებას მოიხვეჭ. რანაირად შეძლებ, რომ სიკვდილის შემდეგაც კი ყოველდღიურად გიხსენებდნენ და გაქებდნენ? თუ მთელ ქონებას ღატაკებს მისცემ, სწორედ ამით შეძლებ შენ შემდეგ დატოვო ძვირფასი ქვები და დიდებული სახლები, მინდვრები და აბანოები. ასეთი ხსოვნაა უკვდავი. ასეთი ხსოვნა შენთვის უდიდეს საგანძურზე ძვირფასი იქნება, ასეთი ხსოვნა მძიმე ცოდვებსაც შეგიმსუბუქებს და უფლის წინაშე უდიდეს კადნიერებას მოგანიჭებს. მარტო ის სიტყვები წარმოიდგინე, რომლითაც შენ მოგიხსენიებს ყველა. მოწყალე, კაცთმოყვარე, კეთილი, მოკრძალებული და უხვი. განაბნინა ნათქვამია და მისცა გლახაკთა და სიმართლე მისი გიეს უკუნითი უკუნისამდე. სიმდიდრეს ასე ემართება ხოლმე. როდესაც განიბნევა, საიმედოდ ინახება, როდესაც ინახება და ჩარაზულია, თავის მფლობელსაც კი ღუპავს. ნათქვამია, განაბნინა, მისცა გლახაკთა და ისმინე რა მოსდევს ამას. სიმართლე მისი გიეს უკუნითი უკუნისამდე. მან ერთ დღეში განაბნინა, ხოლო სიმართლე მისი გიეს საუკუნოდ და უკვდავყოფს მის სახელს. ხედავ, რომელი სიმართლე გრძელდება საუკუნოდ, ხედავ, რაგვარ სიმართლეს მოაქვს დიდი და გამოუთქმელი სიკეთე. სახელის დამკვიდრებას ასეთი შენობებით ვეცადოთ. ქვის შენობა არა მხოლოდ ვერაფერს გვარგებს, არამედ სამარცხვინო ბოძის მსგავსად ჩვენ წინააღმდეგ ხმამაღლა იღაღადებს. როდესაც ამ ქვეყნიდან გავდივართ, ამ შენობების გამოისობით ჩადენილი ცოდვები მიგვაქვს თან, თვით შენობები კი აქ რჩება და ამიტომ ისინი არა მხოლოდ ვერ მოგვაპოვებინებენ, თუნდაც უსარგებლო დიდებას, არამედ განვიკითხებით კიდეც. მფლობელის სახელი კი მეყსეულად შეიცვლება. და ჭეშმარიტად, მფლობელის სახელი ერთიდან მეორეზე და მეორიდან მესამეზე გადადის. დღეს ამბობენ, ეს ამისა და ამის სახლია, ხვალ იმისი, ზეგ კიდევ ვიღაც სხვის. ამგვარად ნებაყოფლობით ვიტყუებთ თავს
და გგონია, რომ რომელიმე ნივთს ვფლობთ. და იმას კი ვერ ხვდებით, რომ ამ ნივთის მხოლოდ გამოყენება შეგვიძლია და საბოლოოდ ნებით თუ უნებლიეთ მისი სხვისთვის დათმობა მოგვიწევს. ის ჯერ არც მიხსენებია, რომ ამ ნივთს ხშირად იმას უთმობთ, ვისთვისაც სულაც არ გსურდა მისი გადაცემა. მაგრამ თუ დანამდვილებით გინდა რომ გიხსენებდნენ, თუ კი ნატროფ ამას, მაშინ ისმინე, როგორ იხსენებდნენ ქვრივები ტაბითას, როგორ მივიდნენ ისინი პეტრესთან, ტიროდნენ და აჩვენებდნენ მის ნახელავ კაბებსა და შესამოს. რა დაემართა ენიას მათთან ერთად რომ ცხოვრობდა. აი ჭეშმარიტი ნაგებობები, რომელიც ხმას გამოსცემდნენ და ისეთ ძალას ფლობდნენ, რომ მკვდრებს სიცოცხლეს უბრუნებდნენ. როდესაც ეს ქვრივები ცხარე ცრემლს ხვრიდნენ, თავიანთ საკვებსა და სხვა სასიცოცხლო ნივთებზე დარდობდნენ. როგორც ნათქვამია, პეტრემ განავლინა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუხლი და ილოცა. და როდესაც აღადგინა იგი მკვდრეთით, მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი. ასევე შენც, თუ გსურს, რომ შენი ხსოვნა ცოცხლობდეს, თუ ჭეშმარიტ დიდებას ეძებ, ამ დედაკაც მიბაძე და მისი მსგავსი ნაგებობა ააშენე. ნუ დაიხარჯები მკვდარი შენობის აგებაზე, არამედ შენი მსგავსებისადმი უდიდესი სიუხვე გამოამჟღავნე. ასეთი ხსოვნა კეთილსაქებარია და დიდი ნაყოფი მოაქვს. მაგრამ ჩვენ კვლავ ჩვენს საგანს დაუბრუნდეთ და იმჟამინდელი ხალხის თავხედობა ვნახოთ. მათი ცოდვა თუ მოვინდომებთ, გონს მოგვაგებს. ნათქვამია, ავიშენოთ ქალაქი და კოშკი და მისი თავიცამდე მივაწვდინოთ. აღმართოთ სვეტი, ვაი თუ დედამიწის ზურგზე დავიფანტოთ. ხედავთ, ეს ხალხი საკუთარი ნების გარყვნილებას ყველაფერში რომ ავლენს. ავიშენოთ ქალაქი, ამბობენ ისინი. და კიდევ, აღმართოთ სვეტი. ხედავ, ასეთი საზარელი და საყოველთაო დაღუპვის შემდეგაც კი როგორც წარღვნა იყო ბედავენ შესწოდონ და თანაც წარღვნამდელზე არანაკლებად. რანაირად შეიძლება რომ მათი ეს უგუნურება შეჩერდეს. ღმერთმა თავისი კაცთმოყვარებით აღუთქვა, რომ აღარასოდეს მოავლენდა წარღვნას, მაგრამ ისინი არც სასჯელმა მოაგო გონს და არც ქველმოქმედებამ გახადა უკეთესები. ამიტომ ისმინე, რა მოჰყვა ამას და ღვთის დიდი და გამოუთქმელი კაცთმოყვარება შეიცანი. ნათქვამია, ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანის ძეები აშენებდნენ. ხედავ, როგორ ადამიანურად გამოთქვამს წერილი. ჩამოვიდა ამბობს უფალი, ოღონდაც არა იმისთვის, რომ ჩვენ ეს ჩამოსვლა ადამიანურად წარმოვიდგინოთ, არამედ იმისათვის, რომ არასოდეს განვიკითხოთ დაუფიქრებლად მოყვასი. და ვიდრე საბოლოოდ არ დავრწმუნდებით, ჩვენამდე მოსული არასარწმუნო ხმების საფუძველზე არ დავადანაშაულოთ ვინმე. რადგანაც ყველაფერს, რასაც კი აკეთებს ღმერთი, ამისთვის აკეთებს. და მისი ყოველი ასეთი დამდაბლება კაცთა მოდგმის განსწავლას ემსახურება. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი. შეხედე, იგი თავიდანვე კი არ შეაჩერებს მათ უგუნურებას, არამედ თავდაპირველად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ითმენს და ელის, რომ ისინი აღასრულებენ ბოროტ განზრახვას და მხოლოდ ამის შემდეგ განარისხებს მათი შემოქმედება. რათა ვერავინ შეძლოს იმის თქმა, თითქოს მართალია, მათ განიზრახეს, მაგრამ ეს მხოლოდ განზრახვა იყო და აღსრულებას არ აპირებდნენ. ღმერთი იცდის, რომ მათ დაასრულონ დაწყებული და მხოლოდ ამის შემდეგ აჩვენებს განზრახულის უაზრობას. ჩამოვიდა უფალი, ნათქვამია, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანის ძეები აშენებდნენ. ხედავ, რა საოცარია კაცთმოყვარება. დაუშვა, რომ მათ შრომა და სიმძიმე როგორც კი ნახა, რომ ბოროტება ძლიერდება და სნეულება ვრცელდება, დასასრულს აღარ დაელოდა, არამედ აღკვეთა მათი საქმიანობა თავისი მოწყალების გამოვლინებით, როგორც საუკეთესო ექიმმა, რომელიც სნეულების გაძლიერებასა და ჭრილობის განუკურნებლობას რომ შენიშნავს, სასწრაფოდ მოკვეთს თავად სნეულების მიზეზის აღსაკვეთად. და თქვა ნათქვამია უფალმა. აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას. ანუ, ერთ ენაზე, ერთი და იმავე სიტყვებით ლაპარაკობენ რა კი, ეს საქმე წამოიწყეს, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. ხედავთ ღვთის კაცმოყვარებას, რადგანაც მას კაცთა განზრახვის გაუქმება სურს, წინდაწინვე თავისი ჩანაფიქრის გამართლებას იწყებს. მიანიშნებს მათ უდიდეს ცოდვაზე, მათ უკიდურეს ბოროტ ჩვეულებებზე. იმაზე, რომ ისინი ჯეროვნად ვერ მოიხმარენ ერთენოვნებას. აჰა, ამბობს ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას, რა კი ეს საქმე წამოიწყეს, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. ღმერთი ჩვეულებრივ ასე მოქმედებს, როდესაც იგი ვინმეს დასჯას განიზრახავს, თავდაპირველად აჩვენებს მის ცოდვებს, როგორც თავისი საქციელის გამართლებას და მხოლოდ ამის შემდეგ სჯის. ასე მოხდა წარღვნის დროსაც, როდესაც მან თავისი საზარელი დანაკადების აღსრულება ინება. წერილი ამბობს, დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმათ ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნათ, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულის თქმა. ხედავ, თავდაპირველად როგორ აჩვენა მათი უკიდურესი გარყვნილება და მხოლოდ ამის შემდეგ თქვა. გავანადგურებ ადამიანს. ასევე ახლაც. აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას, რა კი ეს საქმე წამოიწყეს, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ. თუ კი მათ დღეს, როდესაც ენისა და აზრთა ერთობით სარგებლობენ, ასეთი უმეცრება მოიმოქმედეს, განა დროთა განმავლობაში უარეს არიზამენ, დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. მათ სწრაფოს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს, არამედ ისინი თავიანთი ჩანაფიქრების განხორციელებას უფრო მეტი მონდომებით შეუდგებიან თუ დაუყოვნებლივ არ დაისჯებიან თავიანთი თავხედური წამოწყებისთვის.
სწორედ ასევე მოხდა პირველ ადამიანთან დაკავშირებით. მაშინაც, როდესაც ღმერთი 64-დან გაძევებას მიუსჯის ადამს, ჯერ ეუბნება: ვინ გითხრა შიშველი რომ ხარ? და ისევ: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს. გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული. ახლა კი ამბობს: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას, რა კი ეს საქმე წამოიწყეს, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ. აბა ჩავალ და ენასაურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. ნახეთ, რაოდენი შემწყნარებლობა ჩანს აქაც სიტყვებში. ავურევ ამბობს და ჩავალ. რას ნიშნავს ეს სიტყვები? განაუფალს ამ ხალხის შესაკრებათან გასაფანტად ვინმეს თანამოქმედება ჭირდება? პირიქით, როგორც ადრე უკვე ითქვა წერილში. ჩამოვიდა უფალი, რათა ამით აჩვენოს, რომ მათი ცოდვების უსაზღვროებას აშკარად ხედავს, აქაც ამბობს. ჩავალ და ავურევ, უეჭველია, რომ სწორედ ამგვარადვე არის ნათქვამის სიტყვები. ჩავალ და ენასაურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. ამ სასჯელს ამბობს იგი დავაკისრებ მათ, როგორც მარადიულ ნიშანსვეტს, რათა ის იყოს საუკუნოდ და არც ერთ დროში არ დაივიწყონ. რა კიღა მათ ჯეროვნად არ გამოიყენეს ენის ერთობამ სურს მრავალენოვნებით გონს მოვაგო. ყოველთვის ასე მოქმედებს უფალი. ასევე მოქმედებდა თავდაპირველად დედაკაცთან. მან ხო ჯეროვნად ვერ გამოიყენა მისთვის მინიჭებული პატივი. სწორედ ამიტომ დაუმორჩილა იგი ღმერთმა კაცს. ასე მოხდა ადამიანთანაც. მან ვერ ისარგებლა 60-ეული ცხოვრების ნათელი ბედნიერებით. არამედ დანაშაულებით სასჯელი მოიხვეჭა. ამიტომაც გააძევა ღმერთმა იგი 60-დან და მარადიული სასჯელი დაადო. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს მიწამ. ასე რომ, როდესაც ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხმა ეს უპირატესობა ბოროტად გამოიყენა, უფალმა მრავალენოვნებით დასაჯა მათი ბოროტი მისწრაფება. ჩავალ და ენასაურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს, ამბობს იგი. რათა როგორც ენის ერთობამ განაპირობა მათი ერთ ადგილას დასახლება, ასევე ენათა შერევნას მათი სხვადასხვა ადგილებში გამბნევა გამოეწვია. თუ ერთი ენა და სიტყვათა წყობა აღარ ექნებოდათ, ერთად როგორ გაიცხოვრებდნენ? ნათქვამია, რომ გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება. უფლის კაცმოყვარებას დააკვირდი, როგორი დაბრკოლება შეუქმნა მათ. ამის შემდეგ ისინი შეშლილებს დაემსგავსნენ, ერთი ერთ რამეს ითხოვდა, მეორე კი სულ სხვა რამეს აძლევდა. საბოლოოდ კი მთელი მათი ძალისხმევა უნაყოფოდ რჩებოდა. სწორედ ამიტომ შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე. დააკვირდი, რამდენი რამ გაკეთდა, რომ ამ ამბის ხსოვნა საუკუნეების მანძილზე შემონახულიყო. პირველ რიგში ენათა განყოფა და კიდევ უფრო მეტად და ამაზე უწინ, თავად სახელის წოდება, რადგანაც სახელი ფალეკი ებერმა თავის შვილს რომ უწოდა, განყოფას ნიშნავს. მერე ადგილის სახელი, რომელსაც შერევნა ეწოდება და სწორედ ამას ნიშნავს ბაბილონი. საბოლოოდ ებერი დარჩა იმავე ენით, რათა ეს განყოფის აშკარა ნიშანი ყოფილიყო. ხედავ, რა საშუალებით სურს ღმერთს, რომ ადამიანების ხსოვანში შემოინახოს ეს მოვლენა და დავიწყებისაგან იხსნას. ამიერიდან მამა შვილებისთვის უნდა მოეყოლა ენათა სხვადასხვაობის მიზეზი, ხოლო შვილს მონდომებოდა, რომ მამისაგან შეეწყო თუ რად ეწოდებოდა ამ ადგილს ეს სახელი. ბაბილონი ამ ადგილს იმის გამო ეწოდება, რომ ეს შერევნას ნიშნავს. იმიტომ რომ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე. ხომ ისმინეთ, ჩემო საყვარლებო, რამ გამოიწვია ამ ხალხის გამბნევა და ენათა განყოფა? გთხოვთ მათ ნუ მიბაძავთ, ის მოვიხმაროთ, რაც ღმერთს მოუცია ჩვენთვის. გვახსოვდეს ადამიანური ბუნება და მხოლოდ ის გავაკეთოთ, რაც მოკვდავი ადამიანებისთვისაა მიზანშეწონილი. სიკვდილის, ჩვენი ცხოვრების ხანმოკლეობისა და თანამედროვე ცხოვრების ხრწნადობის გათვალისწინებით, კეთილ საქმეთა აღსრულებით სამომავლოდ დიდი კადნიერება მოვიხვეჭოთ და ამ დღეებში მხოლოდ მარხვისადმი კი არ გამოვავლინოთ განსაკუთრებული გულმოდგინება, არამედ უხვი მოწყალების გაცემასა და ლოცვაში დავშვეთ. მარხვას ყოველთვის ლოცვა უნდა ერთოდეს თან. ხოლო იმის დასტურად, რომ ეს სრული სიმართლეა, ნახეთ რას ამბობს ქრისტე. ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა და მოციქულებზეც თქმულა. უკურთხნეს მათ ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვითა შეხვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ხრწმენა. გარდა ამისა მოციქული ამბობს: ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქმით რაიმე, ჟამრაოდენმე, რაითა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად. და კვალად ურთიერთასვე იყვენით, რაითა არა განგცადნეს თქვენ ეშმაკმან უთმინოებითა თქვენითა. ხედავთ, როგორ ჭირდება მარხვას ლოცვის თანდართვა. მარხვისას ხომ ლოცვაც განსაკუთრებული ყურადღებით აღესრულება, რადგანაც ამ დროს სული შემსუბუქებულია, არაფერი ამძიმებს ამ ქვეყნიური ტკბობის დამღუპელ ტვირთქვეშ არ გმინავს. ლოცვა უდიდესი იარაღია, დიდი დამცველია, დიდი საუნჯეა, დიდი ნავსაყუდელია, უსაფრთხო თავშესაფარია. როცა კი უფალს ხსნეს სულითა და ჩამოყალიბებული აზრებით მივმართავთ, ამ დროს ნურსაიდან შემოუშვებთ ჩვენი ცხონების მტერს.
მან იცის, რომ ამ დროს, როდესაც ჩვენთვის უმთავრეს რამეზე ვლაპარაკობთ, ცოდვებს ვაღიარებთ და ჭრილობებს ვაჩვენებთ ექიმს, ჩვენ შეგვიძლია სრულად განვიკურნოთ. მაშინ იგი ძალას არიშურებს, რომ დაგვრცეს და უწმინდურობაში ჩაგვაგდოს. ამიტომ, გევედრებით, იფხიზლეთ და რამდენადაც ეშმაკის ცვიერება იცით, შეეცადეთ, განსაკუთრებით ასეთ დროს იმგვარად განირიდოთ, ის თითქოს თქვენ წინაშე მდგარი საკუთარი თვალით გენახოთ. შეეცადეთ განიშოროთ ყოველგვარი აზრი თქვენ სულს რომ აშფოთებს. დაძაბეთ მთელი თქვენი ძალები და გულმოდგინე ლოცვა აღასრულეთ ისე, რომ არა მხოლოდ ენა წარმოთქვამდეს ლოცვას, არამედ სულიც სიტყვებთან ერთად მაღლდებოდეს ღმერთამდე. თუ ბაგე სიტყვებს წარმოთქვამს, ხოლო სული სადღაც მიღმა დაეხეტება, შინაურ საქმეებს განჯის, იმაზე ოცნებობს თუ რა ხდება სავაჭროებში, მაშინ ლოცვა არაფერს გარგებთ და უმეტეს სასჯელადაც გექცევათ. თუ კი ჩვენ ადამიანთან მისვლისას მისდამი ისეთ ინტერესს ვავლენთ, რომ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ შორიახლოს მდგარ სხვა ადამიანებს და მხოლოდ იმ ერთისკენ გვაქვს მიმართული გონება, მაშინ მით უმეტეს ასე უნდა ვიქცეოდეთ ღმერთთან დაკავშირებით. მუდამ და შეუწყვეტლად ლოცვით ვუკავშირდებოდეთ მას. ამიტომაც წერს პავლე: ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა. ანუ არა მხოლოდ ენით და გამუდმებული ხორციელი მღვიძარებით, არამედ სულითა. თქვენი ვედრება ძლიერი უნდა იყოს. დაე, ფხიზლობდეს გონება თქვენი, დაე, თქვენი სული სიტყვებს ისმენდეს. ის ითხოვეთ, რასაც წესით უნდა ითხოვდეთ ღვთისგან, რათა აღგისრულდეთ სათხოვარი. და ამასთან ყურადღებით, ფხიზლად, მხნე სულით, დაუდევრობას ნუ გამოავლენთ, ნუ მიმოეხეტებით გონებით, არამედ საკუთარი ცხონება შიშითა და თრთოლვით მოიხვეჭეთ. რადგანაც ნათქვამია: ნეტარია კაცი, რომელიც მუდამ ფრთხილობს. უდიდესი მადლია ლოცვა. თუ კი ვინმე კეთილშობილ ადამიანთან საუბრისას დიდად არგებს საკუთარ თავს, მას როგორიღა სიკეთეს მიემთხვევა ღმერთთან მოსაუბრე კაცი. ლოცვა ღმერთთან საუბარია და ამაში დასარწმუნებლად ნახე, რას ამბობს წინასწარმეტყველი. ტკბილეყავ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ. ანუ ღმერთმა მიიღოს ჩემი სიტყვებიო. განამას არ შეუძლია, რომ ჩვენს თხოვნამდე მოგცეს რაიმე, მაგრამ იგი იმის გამო ელოდება ჩვენს თხოვნას, რომ თავისი განგებულების ღირსად გვაქციოს. ამგვარად, მოვიპოვებთ თუ არა იმას, რასაც ვითხოვთ, მაინც ლოცვასა და მადლიერებას მივმართოთ, მაშინაც კი, როდესაც ვერ მივიღებთ, რადგანაც თუ სათხოვარი არ გვისრულდება, რა კიღა ეს ღვთის ნებით ხდება, სათხოვრის შესრულებაზე არანაკლებ გვარგებს. ჩვენ ხო იმდენად კარგად არ ვიცით, რა არის ჩვენთვის სასარგებლო, რამდენადაც მან იცის. შესაბამისად, მივიღებთ თუ არ მივიღებთ, მადლიერები უნდა ვიყოთ. და რად გიკვირს, როდესაც ვამბობ, არ ვიცით ჩვენთვის სასარგებლო რა არის მეთქი. თვით პავლემაც კი ესოდენ დიდმა და ახოვანმა კაცმა უდიდეს ხილვას რომ ეღირსა, არ იცოდა რომ მისთვის უსარგებლო რამეს ითხოვდა ღვთისგან. როდესაც თავი უბედურებითა და დაუსრულებელი განსაცდელებით გარშემორტყმული ნახა, მათგან გათავისუფლება ითხოვა და არა ერთხელ და ორჯერ, არამედ მრავალგზის. სამგზის ამბობს იგი, სამგზის ვევედრე უფალს, ანუ მრავალგზის ილოცა მან, ილოცა მაგრამ ვერ მიიღო. ნახოთ როგორ გადაიტანა მან ეს ყოველივე. განა ბედს უჩიოდა? განა სასოწარკვეთამ შეიპყრო? აბა რას ამბობს? მრქუა. კმარს შენ და მადლი ჩემი, რამე თუ ძალი ჩემი, უძლურებასა შინასრულ იქმნების. ღმერთმა არ იხსნა იგი თავს დატეხილ განსაცდელთაგან, არამედ დაუშვა რომ ამ მდგომარეობაში დარჩენილიყო. თქვათ და ასეცაა, მაგრამ საიდან ვიცით რომ იგი არ რტვინავდა? ნახე, რას ამბობს პავლე, როდესაც მიხვდა თუ რა სურდა ღმერთს. უფრო ის ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა. იგი ამბობს რომ არა მარტო თავის დასახსნელ გზას აღარ ეძებს, არამედ ახარებს კიდეც ეს განსაცდელები. ხედავ, რაოდენ მადლიერი სულია. ხედავ, რაოდენი სიყვარულია ღვთისადმი. ისმინე კიდევ რას ამბობს იგი, რაიმცა იგი ვილოცეთ ვით არ იგი ჯერ არს არავიცით. ანუ შეუძლებელია ჩვენ ადამიანებმა ბოლომდე ვიცოდეთ საქმის ვითარება. ანუ ყველაფერი ჩვენი ბუნების შემოქმედს უნდა მივანდოთ და მხიარულებითა და უდიდესი სიხარულით მივღოთ ყველაფერი, რასაც იგი მოგვივლენს. იმას კი არ უნდა უყურებდეთ თქვენ როგორ აღიქვამთ მომხდარს, არამედ იმას ღმერთს რა სურს. მან თქვენზე უკეთ იცის, რა არის სასარგებლო თქვენთვის. ისიც იცის თუ როგორაა მოწყობილი თქვენი ცხონების საქმე. ამგვარად, ჩვენი მხრიდან ერთადერთი საქმე ამ შემთხვევაში უნდა იყოს გამუდმებული ლოცვა და არ ვტვინავდეთ, როდესაც ჩვენი თხოვნა დაუყოვნებლივ არ სრულდება, არამედ დიდი მოთმინება გამოვიჩინოთ. ღმერთი ჩვენი თხოვნის აღსრულებას იმის გამო კი არ აყოვნებს, რომ უარყო ის, არამედ იმის გამო, რომ ლოცვისადმი გულმოდგინება ჩაგვინერგოს და გამუდმებით თავისკენ გვიზიდავდეს. ისევე როგორც შვილთმოყვარე მამა დაუყოვნებლივ არ აძლევს შვილს იმას, რაც მან ითხოვა, არა იმიტომ, რომ არ სურს გაცემა, არამედ იმისათვის, რომ შვილში უფრო გულმოდგინე თხოვნის სურვილი გააღვიძოს. და მართლაც, თუ კი დედაკაცის გულმოდგინე თოვნამ გაჭრა იმ სასტიკ, კაცთმოძულე და არაღვთისმოშიშ მსაჯულზე დააიძულა, დაეცვა იგი. მაშინ, თუ ჩვენც ამ ქალის მიბაძვას მოვინდომებთ, უკვე აღარ დაყონდება კაცთმოყვარე და გულმოწყალე ღმერთის შეწევნა, რომელსაც თავისი განგებულებით სურს ჩვენი დახმარება. ასე რომ გამუდმებული და შეუწყვეტელი ლოცვა ვისწავლოთ, ყოველთვის მივმართოთ ლოცვას, დღისით და ღამით. დიახ, ღამითაც,
როდესაც არაფერი გვაშფოთებს, როდესაც გონება მშვიდია, როდესაც უდიდესი სიჩუმეა და სახლში არანაირი მღელვარება არ არის, არაფერი აბრკოლებს ლოცვას და არ მოგწყვეტს მისგან. როდესაც ანთებულ სულს შეუძლია, სულთა მკურნალის წინაშე ყოველივე დაწვრილებით აღმოთქვას. თუ კი ნეტარი დავითი თუნდაც მრავალი საქმით დამძიმებეული და პორფირითა და დიადემით მოსილი მაინც ამბობდა საკუთარ თავზე. შუა ღამე აქვს კი აღსაარებად შენ და განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა. მაშ რაღა უნდა ვთქვათ ჩვენ, ვინც მიუხედავად იმისა, რომ კერძო და საქმეთაგან უზრუნველ ცხოვრებას ვატარებთ, იმასაც კი არ ვაკეთებთ, რასაც ის აკეთებდა. რამდენადაც მთელი დღე უამრავი საქმე, საზრუნავი და საშფოთავი ჰქონდა და ლოცვისთვის მოსახერხებელ დროს ვერ პოულობდა, ამიტომ დასვენების დროს, რომელსაც სხვები ძილში და რბილ საწოლში კოტრიალში ატარებენ, იგი მეფე ამდენი საზრუნავით შებოჭილი, ამ დროს ლოცულობდა ღმერთთან პირისპირ საუბრობდა და გულწრფელი და გულმოდგინე ლოცვებით იღებდა კიდეც იმას, რაც სურდა. ამ ლოცვათა ზემოქმედებით იგი წარმატებულად იბრძოდა, იხვეჭდა ალაფს, გამარჯვებაზე მოიპოვებდა, რადგანაც მას ჰქონდა უძლეველი იარაღი ძალი მაღლისა, რომელიც მხოლოდ ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში კი არ შეეწეოდა, არამედ დემონთა მხედრობის წინაშე აღდგომისასაც. ასე რომ მივბაძოთ ჩვენც, ჩვეულებრივმა ადამიანებმა, მეფეს. ჩვენ, ვისაც მსუბუქი და მშვიდი ცხოვრება გვაქვს, იმას შევხედოთ, ვინც პორფირითა და გვირგვინით მოსილი, ცხოვრების სიმკაცრით ბერებს გარდაემატა. ისმინე, სხვა ადგილას როგორ ამბობს იგი. იქმნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემ და დღე და ღამე. ხედავ, რომ მისი სული მუდმივად შემოსვლილია. ჩემს საკვებად, ამბობს იგი პურად, ნადიმად მეკცა არა სხვა რამ, არამედ ცრემლნი ჩემნი. ჩემ და დღე და ღამე. და ისევ, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო. რას ვიტყვით, ან თავს რით ვიმართლებთ ჩვენ, ვისაც საკუთარი სულის იმდენად შემოსვლაც კი არ გსურს, როგორც ამდენი საქმითა და საზრუნავით დამძიმებული მეფე იქმოდა? ანდა, მითხარი, არის რაიმე ამ თვალებზე ულამაზესი, მარგალიტებით რომ დაუმშვენებია ცრემლებს. გინახავს მეფე, დღე და ღამ ცრემლს ღვრიდეს და ლოცულობდეს? ამ სამყაროს მასწავლებელსაც შეხედე. შილასთან ერთად, დილეგში გამოკეტილი, ხუნდებით ფეხებს შეკრული, როგორ ლოცულობდა მთელი ღამე ისე რომ ამ საქმეში ვერ აბრკოლებდა ვერც ტკივილი, ვერც ბორკილი, არამედ კიდევ უფრო მეტად გამოხატავდა უფლისადმი დიდ და მხურვალე სიყვარულს. ნათქვამია, შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა. სამეფო ღირსებითა და დიადემით მოსილი, დავითი მთელი ცხოვრება ცრემლით და ლოცვით იყო მოცული. მესამე ზეცამდე აღწეული მოციქული გამოუთქმელ საიდუმლოთა გამოცხადებას, რომ ეღირსა, ბორკილებში პყრობილი, შუაღამისას ლოცვასა და დიდებას აღუვლენდა უფალს. მეფეც შუაღამისას აღმდგარი აღმსარებლობდა და მოციქულებიც ასევე შუაღამისას აღავლენდნენ გულმოდგინე ვედრებასა და დიდებას. ჩვენც მათ მივბაძოთ. განუწყვეტელი ლოცვით შემოვზღუდოთ ჩვენი ცხოვრება და ამ საქმეში ნურაფერი დაგვაბრკოლებს. და მართლაც, თუ თავად ვიფხიზლებთ, ხელს რაღაც შეგვიშლის. განა ამისთვის განსაკუთრებული დრო ან ადგილი გვჭირდება? ლოცვისთვის ყოველგვარი დრო და ადგილი მოსახერხებელია. მთელი სამყაროს იმავე მასწავლებელს უსმინე, რას ამბობს ამაზე. მნებავს უკვე ლოცვაი მამათაი, ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის ზრახვისა. თუ შენი გული განწმენდილია უწმინდური ვნებებისაგან, მაშინ სადაც უნდა იყო. თუნდაც სავაჭროში, თუნდაც შინ, თუნდაც გზაში, თუნდაც სასამართლოზე, თუნდაც ზღვაში, თუნდაც სასტუმროში ან სახელოსნოში, ყველგან შეგიძლია ილოცო და სათხოვარი მიიღო. რადგანაც ეს უკვე იცით, გთხოვთ, მარხვასთან ერთად ლოცვისადმი გულმოდგინება გამოვიჩინოთ და მასში ჩვენ შემწეს აღმოვაჩენთ. რათა საღვთო მადლის მოხვეჭით ამჟამინდელი ცხოვრებაც მისთვის სათნოდ გავლიოთ და მომავალშიც მისი კაცთმოყვარების ღირსნის შევიქმნეთ, მადლითა და უხვებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სითა, რომლისა არს მამისა და სულისა წმედისა თანა დიდება და უფლება, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.